ზვიად გოგოჭურის გამარჯვება და პირველი ოქრო პარალიმპიადაზე საქართველოს ისტორიაში. ბურჭულაძის პასუხი ყოფილ თანაგუნდელს მსოფლიო ბანის პირველი კომენტარი ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ. 11 სექტემბრის ტერაქტიდან 15 წელი გავიდა მასშტაბურ თავდასხმას 3000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მოამბეს 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ფიროსმანიშვილი გაგაცნობთ. საქართველოს პირველი მედალი პარალიმპურ თამაშებზე. ზვიად გოგოჭურმა რიოში მიმდინარე პარალიმპურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ის 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ქართულმა პარაძიუდოისტმა ფინალურ შეხვედრაში უკრაინელი მეტოქე ალექსანდრ ნაზარენკო დაამარცხა. 29 წლის სპორტსმენი ასპარეზობაში მეოთხედ ფინალიდან ჩაერთო და ჩემპიონობამდე ზედიზედ 3 ორთაბრძოლა მოიგო. უსინათლო სპორტსმენმა სადებიუტო ორთაბრძოლა არგენტინელ მოწინააღმდეგეს, შემდეგ კი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს მოუგო. შეგახსენებთ, რომ რიოს პარალიმპურ თამაშებზე საქართველოს სულ 5 სპორტსმენით მონაწილეობს. ამ დროისთვის საერთო ჩათვლაში საქართველოს ნაკრები 37 ადგილს იკავებს. But a win is a win, and he is Paralympic champion. Well, thank you very much. გვიან ღამით საქართველოში ამერიკიდან დაბრუნდა პაატა ბურჭულაძე, სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი. პირველი კომენტარი ბურჭულაძემ აეროპორტშივე გააკეთა პარტიის სიების დაკომპლექტებაზე და პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებაზე ისაუბრა. ბურჭულაძე უკვე ყოფილ თანაგუნდელს ხათუნა ლაგაძიძეს პასუხობს და აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის საარჩევნო სუბიექტის საპარლამენტო სია საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკოსები დაკომპლექტდა. ეს განრისხება, როგორც ქალბატონმა ხათუნამ გამოიჩინა, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა მან იცოდა ეს, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ გუნდურად განვიხილეთ და ვთქვით, რომ ჩვენი პრიორიტეტი არის ის, რომ უნდა შევიდნენ საქმის მკეთებლები და არ მოლაპარაკებები პარლამენტში. ნაციონალური მოძრაობის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯარჯი დოლიძე გელოვანის 4-ში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. მოსახლეობა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. დოლიძე გამარჯვების შემთხვევაში მათ პრობლემების მოგვარებას დაპირდა. ბაზის უბნის მცხოვრებლებს ესტუმრა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კიდევ ერთი კანდიდატი გოგაონიანი. ადგილობრივ მოსახლეობას მან პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო. თეთრიწყაროს რაიონში კი მხარდაჭერის მოპოვებას ნაციონალური მოძრაობიდან ნუგზარ ციკლაური ცდილობს. მოსახლეობასთან შეხვედრისას კანდიდატმა პარტიის ლიდერებთან ერთად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შეღავათების დაწესებაზე ისაუბრა, რომლის მეშვეობითაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა გახდება შესაძლებელი. ნუგზარ ციკლაურმა წალკაში ტურისტული პოტენციალის ზრდის შესაძლებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. სოფელ გამარჯვებაშიც და მთელ საქართველოში ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის და ეს უნდა იყოს ბრძოლა და გამარჯვება, რომელიც უკეთესობას მოუტანს თითოეულ ოჯახს საქართველოში, რომელიც უკვე ერთ წელიწადში 50000 ახალ ოჯახში შეიტანს ხელფასს და დასაქმების განცდას. არ აქვს საცხოვრებელი პირობები, ითხოვენ ელემენტარულად ან დაკმაყოფილდნენ ადგილზე, ან მისცემა გაიყვანონ ეს ხალხი დააკმაყოფილონ, როგორც იყო დაპირებები ოცნების და ბატონი ბიძინა ივანიშვილისო, შევასრულებთ ყველაფერს და ამ დევნილებს მიხედავთ საშინელი მდგომარეობა. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გურამ მაჭარაშვილმა დევნილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბართან ერთად ლაგოდეხის დევნილთა დასახლება მოინახულა. შეხვედრისას მათ ყურადღება სოციალურ პრობლემებზე გაამახვილეს და მინისტრს დახმარებას თხოვეს. სოზარ სუბარმა გურამ მაჭარაშვილთან ერთად დევნილთა საცხოვრებელი ფართები დაათვალიერა და მათ დასახლებაში არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდა. რამდენიმე დღის წინ გავხდით ამ დევნილთა ჩასახლებაში, ლაგოდეხის რაიონში. მოსახლეობის პრობლემები მოვისმინე, მოსახლეობა შეგვიდი, რომ მინისტრს ჩავაყენებდი საქმის კურსში და შესაძლებლობის შემთხვევაში ჩამოვიდოდა და დღეს მოხდა სწორედ ვიზიტი მინისტრის და მინისტრთან ერთად გავიარეთ ეს პრობლემები. არის ესეთი პრობლემები, რომელებიც მოგვარებადია ნაწილობრივ ჩვენსგან, ნაწილობრივ თვითმმართველობიდან და აუცილებლად შევეცდებით, რომ ერთობლივად გადავწყვეტოთ ეს პრობლემები. ჩვენი ტკივილი და გულსატკივრები უთხარით და უმერს ვეხვეწები, რომ რა ვიცი, ყველაფერი კარგად დამთავრდეს. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი ფოთში მშვიდობისა და გურიის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. მან საზოგადოებას უსუფაშვილი რესპუბლიკელების მაჟორიტარი კანდიდატი ლელა ებრალიძე წარუდგინა და ადგილობრივი მოსახლეობისაგან ქალაქში არსებული პრობლემების შესახებ მოისმინა. უსუფაშვილმა შეხვედრის დასასრულს შეკრებილ მოსახლეობას გუნდის პრიორიტეტები კიდევ ერთხელ გააცნო.
ძალიან მარტივი ამბავია. თუ ფოთელი მოსახლეობა და ამორჩეველი მე ნდობას გამომიცხადებს და ვიქნები საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, მე ვდებ პირობას მთელი ფოთის, გურის და ზოგადად ქართველი ამორჩევლის წინაშე, რომ მე არ ვიქნები არც ერთ ბიზნეს ინტერესში და არაფრით არ ჩავურევ ხელს იქ, სადაც არ ესაქმება პარლამენტის დეპუტატს. ვდებით მოსახლეობას, ვისმენთ მათ პოზიციებს და უმარტავთ ჩვენს პოზიციებს. ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, რომ ამორჩეველი არის გაცილებით თავისუფალი, გაცილებით მომთხოვნი, დარწმუნებულია რესპუბლიკური პარტია და ჩვენი კანდიდატები მივიღებთ, მეც ვარ კანდიდატი, მოგხსენებათ, სათანადო მხარდაჭერას ჩვენი მოსახლეობის მიმართ. ეროვნული ფორუმის ლიდერებმა კი ფოთში მხარდამჭერებს მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ ხარჩილავა წარუდგინეს და ეროვნული ფორუმის საარჩევნო პროგრამის ძირითად პრინციპებზე ისაუბრეს. მაჟორიტარმა კანდიდატმა მოსახლეობას ფოთის განვითარების გეგმა გააცნო. ეს არის წარდგენა ჩვენი კანდიდატის ოთარ ხარჩილავასი, მაჟორიტარობის კანდიდატის და მე მგონი ყველაფერი თვალნათლად ჩანს. ფოთი ეროვნულ ფორუმს მოგებული აქვს ფაქტიურად პირველ ტურში. ძირითადი საკითხი არის ის, რომ ფოთელი ხალხი 8 ოქტომბერს გამოიტანს ბესელიას კლანის დასრულებას და ახალი ქალაქის ახალ სიცოცხლეს მიცემს ახალ თაობას, ახალ მოძრაობას, მის კანდიდატს ოთარ ხარჩილავას ამგამარჯვებს. საქართველოს პრეზიდენტი შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა და დემოკრატიული ინსტიტუტების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა. გიორგი მარგულაშვილმა სასწავლებელთან ერთობლივ მემორანდუმს მოაწერა ხელი, რაც უნივერსიტეტში მედია მიმართულების გაძლიერებას და კულტურის მეცნიერების მიმართულების საბაკალავრო პროგრამის გახსნას ითვალისწინებს. პრეზიდენტმა სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა და საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. როდესაც ჩვენ მივალთ საარჩევნო უბნებთან, შედეგად იქნება არა ორი დაპირისპირებული ბანაკი, არა ორი მტრული ბანაკი, რომელიც ერთმანეთის განადგურებაზე ფიქრობს, არამედ რამდენიმე პარტია პარლამენტში და ჩვენი მონაცემები, როდესაც ვუყურებთ სოციოლოგიას, ამის იმედის საფუძველს გვაძლევს, ჩვენ შევქმნით ქვეყანას, სადაც განსხვავებული ფერებით, განსხვავებული ხმებით, განსხვავებული ხედვების, მაგრამ ქართული იდეის პარლამენტს მივიღებთ. მე თვითონა ვარ ამომრჩეველი, რომელიც ცდილობს შეაფასოს და გადაწყვიტოს ვის მისცეს ხმა, მაგრამ ნამდვილად ეს არის არჩევნები, რომელიც ჩემთვის როგორც პრეზიდენტისთვის უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ ძლიერი ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტი არის ის, რაც მე როგორც ამომრჩეველს და ამავე დროს როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს უმნიშვნელოვანეს მოთხოვნათა მაქვს ჩემთვის ჩამოყალიბებული. იმედი მაქვს, რომ მოუწოდებთ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი 8 ოქტომბერი საქართველოს ისტორიისთვის მნიშვნელოვანი თარიღი იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ წინ და ქვეყანა განვითარდეს. საკონსტიტუციო სასამართლომ შეძლო დაემტკიცებინა, რომ მიუხედავად კონფლიქტური სიტუაციებისა სახელმწიფოს სხვადასხვა შტოებს შორის მას შეუძლია დაიცვას დამოუკიდებლობა და პრინციპები. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაარსებიდან 20 წლის თავის აღსანიშნად მიმდინარეობს. კონფერენციაზე კომენტარი ახლად დანიშნული მოსამართლეების შესახებაც გაკეთდა. საკონსტიტუციო სასამართლო მისი მოსამართლეები, მათ შორის ის უმრავლესობა, რომელიც ხედველობაში, რა თქმა უნდა, არაპირებს იმას, რომ მარადიულ რეჟიმში სასამართლო პროცესების ბოიკოტირება მოახდინოს. რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს მომავალში, ჩემი აზრით, განაახლებს თავის საქმიანობას და რაც მთავარია 1 ოქტომბრიდან ახალი შევსებული შემადგენლობით შეუდგება და გააგრძელებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას. ყოველდღე მუშაობთ, ხელფასი იმიტომ ვიღებთ, რომ სამსახურში უნდა დავდიოდეთ ყოველდღე 2 შაბათს, 3 შაბათს, 4 შაბათს, 5 შაბათს, მაგრამ ხანდახან შაბათ-კვირასაც როცა აუცილებელი. ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ჭურვი ჩამოვარდა. არსებული ინფორმაციით ინციდენტი იმ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ინფრასტრუქტურა და სამხედრო კონტინგენტი არ იყო განთავსებული. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის შედეგად ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ქართული კონტინგენტის არც ერთი ჯარისკაცი არ დაშავებულა და ქართველი ჯარისკაცები უსაფრთხოდ არიან. გუშინ საღამოს 9 საათისთვის ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმართულებით განხორციელდა არაპირდაპირი ცეცხლი. ერთფრენის სასაფრენ მოედანზე იყო ჩამოგდებული ერთი ჭურვი და არავინ არ დაშავებულა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ყველა ჯანმრთელად და კარგად არიან.
11 სექტემბრის ტერაქტი იყო თავდასხმა ჩვენს საერთო ღირებულებებზე, პრინციპებსა და მშვიდობაზე. ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2001 წლის 11 სექტემბრის 15 წლის თავს. გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას წერილს უგზავნის, სადაც ნათქვამია. ეს იყო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ამერიკელი ხალხის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს შეშინებას. ეს იყო თავდასხმა ჩვენს საერთო ღირებულებებზე, პრინციპებსა და მშვიდობაზე. საქართველო პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას. ქართველი ჯარისკაცები ამერიკული სამხედრო ძალების მხარდამხარი ბრძვიან ავღანეთში მსოფლიო სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებისთვის. აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მოქალაქეები ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში შეიკრიბებიან, სადაც მსხვერპლთათვის კითხვის მემორიალური ცერემონია გაიმართება. ამერიკელ მოქალაქეებს უკვე მიმართა პრეზიდენტ ბარაკ ობამამ და ტერორისტებისაგან ქვეყნის დაცვის პირობა დადო. მან პატივი მიაგო ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას და ამერიკელებს მოუწოდა ყოველთვის ახსოვდეთ უმთავრესი ფასეულობები. შეგახსენებთ, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს ალ-ქაიდას დაჯგუფებების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს 3000-მდე ადამიანის სიცოცხლე მსხვერპლა ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავები ნიუ-იორკის სავაჭრო ცენტრსა და პენტაგონს შეეჯახა. კიდევ ერთი თვითმფრინავი კი პენსილვანიაში ჩამოვარდა. შეერთებულმა შტატებმა ტერაქტების ორგანიზატორის ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია თავდასხმიდან 10 წლის შემდეგ განახორციელა. 15 წლის წინ სექტემბრის დღე, რომელიც ჩვეულებრივ დაიწყო, ჩვენი ერის ისტორიაში ყველაზე მძიმე დღე გახდა. ტყუპი კოშკები ნანგრევებად იქცა. პენტაგონი ცეცხლის ალში გაეხვა. პენსილვანიის მინდვრები თვითმფრინავის ნამსხვრევებმა გადაწვა და დაუკარგეთ 3000-მდე უდანაშაულო სიცოცხლე. შვილები, ქმრები, ცოლები, მეზობლები, კოლეგები და მეგობრები. ჩვენ კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას და მხარდაჭერას უცხადებთ გადარჩენილებს, რომელთაც ამ დღემ საშინელი დაღი დაასვა. მადლობას ვუხდით მათ, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად ხვების გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა. მრავალი რამ შეიცვალა 15 წლის განმავლობაში. ჩვენ გამანადგურებელი დარტყმა მივაყენეთ ალ-ქაიდას ლიდერებს, რომლებიც 11 სექტემბერს თავს დაგვესხნენ. ჩვენ სამართლიობა აღვადგინეთ ოსამა ბინ ლადენის მიმართ. გავაძლიერეთ საშინაო უსაფრთხოებაც. კინოსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და უძველესი ფესტივალი რამდენიმე საათის წინ საზეიმო დაიხურა. ვენეციის კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო ოქროს ლომი ფილიპინელ რეჟისორს ლავდიას გადაეცა ფილმისთვის ქალი, რომელიც წავიდა. ვერცხლის ლომი რეჟისორ ანდრეი კანჩალოვსკის ერგო. ჯივრის საგანგებო ჯილდო კი დიზაინერმა ტომ ფორდმა დაიმსახურა ფილმისთვის ღამის ცხოველები. ახალი ნამუშევარი ტომ ფორდის მეორე მცდელობაა საკუთარი სახელი დაიმკვიდროს კინოინდუსტრიაში. საუკეთესო მსახიობი ქალი ჰოლივუდის ვარსკვლავი ემა სტოუნი გახდა. მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ოსკარ მარტინესი დააჯილდოვეს. ვენეციის რიგით 73 საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. მთავარი პრიზის ოქროს ლომის მოსაპოვებლად ოსი სურათი იბრძოდა. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ალბანეთის ეროვნული გუნდი სტუმრად დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქეს 20 ქულის სხვაობით 84-64 სძლეს. ჯგუფის აუთსაიდერთან შეხვედრა პირველი 3 პერიოდი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. საქართველოს ნაკრებმა სასურველი უპირატესობის მოპოვება დასკვნით მეოთხედში მოახერხა. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 20 ქულით ზაზა ფაჩულია გახდა. ჯგუფის მეორე შეხვედრაში მონტენეგრომ სტუმრად სლოვაკეთს 99-62 მოუგო. ამ დროისთვის ჯგუფს ზედიზედ 4 მოგებით მონტენეგრო ლიდერობს. მეორე ადგილზე საქართველოს ნაკრებია. ევრო 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრას ქართველი კალათბურთელები 14 სექტემბერს თბილისში სლოვაკეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ. მივახცეთ გამარჯვებას საკმაოდ სოლიდური უპირატესობით, 20-ქულიანი უპირატესობით. ორი უმნიშვნელოვანესი თამაში გვაქვს დარჩენილი, შემდეგი თამაში საკუთარ კედლებში სლოვაკეთთან. იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივარი როგორც ბოლო თამაშზე ისევე დაგვიდგება მხარში. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიას აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორე შეკრებილებს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს. წმინდა სახარების მიხედვით წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავი გალილეის მმართველის ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოკვეთეს. დღევანდელ თარიღს მორწმუნეები ტრადიციულად მარხვით აღნიშნავენ. იოანე ნათლისმცემელი ქადაგებდა და ნათლავდა ადამიანებს. ის ამხილებდა ჰეროდე მეფესაც, რომ მას უკანონოდ ყავდა მისი ძმის ცოლი მოყვანილი და ჰეროდემ შეიპყროეს. იოანე ნათლისმცემელი ყავდა ციხეში და როდესაც ჰეროდიას ასულმა მის წინაშე იცეკვა და თავი მოაწონა ჰეროდეს, უთხრა რომ მისცემდა ნახევარ მის სამფლობელოსაც კი ოღონდ რამე სურვილი ეთქვა და დედასთან შეთანხმებით
მისმა შვილმა სწორედ ივანე ნათლისმცემლის თავის თხოვა და ჰეროდემ უაკვეთინა ივანე ნათლისმცემლზე თავი. სუგდიდობა აღნიშნეს სამეგრელოში საზეიმო ღონისძიებები თეატრალიზებული მსვლელობით დაიწყო ქალაქის რამდენიმე ადგილას კი სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა. საგანგებოდ მოწყობილ საგამოფენო სივრცეში ქართველი მხატვრების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. გამოიფინა ხალხური რეწვის ნიმუშებიც და ქალაქის ისტორიული ფოტოები. სტუმრებისთვის ფოლკლორული და საბავშვო ანსამბლების კონცერტებიც გაიმართა. სუგდიდობის პირველ დღესასწაულზე ქალაქის 5 საპატიო მოქალაქეც დაასახელეს. სახალხო დღესასწაულს მთავრობის წევრები, პარლამენტარები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები ესწრებოდნენ. პირველად ტარდება ზუგდიდობა დღეს ნამდვილად ზუგდიდისთვის, სტუმრებისთვის, ყველა იმ ადამიანებისთვის, ვინც ესწრება დღევანდელ დღეს, კარგად ჩანს, რამდენად კაი განწყობაა ზუგდიდელების. ყველანი ერთმანეთს ულოცავენ ამ დღეს და მეც რა თქმა უნდა უერთები ამ პირველ დღესასწაულს ზუგდიდობას უერთები. ეს არის მეგრული სულუგუნისგან გაკეთებული ფიგურები. ეს გამოიყენება ღვინოს დასალევად, ბუდის დასალევად. ჩემი ქალაქი, სადაც მე დავიბადე, გავიზარდე, სკოლა აქ დავამთავრე. რომ მომანიჭეს ეს უმაღლესი ჯილდო. მე მინდა გითხრათ, რომ ბედნიერი ვარ. მოამბე 12-ზე ამით დასრულებულია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ერთმანეთს 4-ზე შევხვდებით.